მოგესალმებით, მოგეხსენებათ ჩვენ 11 მაისს ვიწყებთ მარათონ დეტოქს და როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანი გვყავს მოწვეული, რომ რაც შეიძლება ეს მარათონი უფრო საინტერესო და სახალისო აღმოჩნდეს და შედეგიანი მისი მონაწილეთათვის, დღეს სტუმრად გვყავს ექიმი ლია თვალოვაძე, თავის საქმის უზარმაზარი პროფესიონალი. უბრალოდ მინდა ესეთი კონკრეტული კითხვა დავუსვა. ქალბატონ ლია, რა არის ზოგადად დეტოქსი? ვის და რა დროს ჭირდება? კი ბატონო, მეც მოგესალმებით, დიდი სიამოვნებით. საინტერესო თემაა ძალიან და ჩემთვის ფრიად მნიშვნელოვანი და საყვარელი თემაა. მოგეხსენებათ, მე ექიმი ვარ უკვე 40 წლის გამოცდილებით, მაგრამ შემდგომი მიღებული ცოდნებით ვარ ნატუროპათი, რაც გულისხმობს ბუნებრივი საშუალებებით ადამიანების მკურნალობას, ჯანმრთელობის აღდგენას, სხვადასხვა მიმართულებით. და ეს არის ჩემი ძალიან დიდი პლუსი ჩემს მოღვაწეობაში. ძალიან საინტერესო შეკითხვაა. დეტოქსი ბევრმა იცის და ვინც არ იცის, ნიშნავს ორგანიზმის გაწმენდას შხამებისგან, ძალიან უბრალო ენით რო ვთქვა და ყველასთვის გასაგებად. შხამებში იგულისხმება შლაკები, ყველანაირი ცხოველმყოფელობის პროდუქტები, რაც ჩვენს ორგანიზმში გროვდება. ეს იქნება საკვებით მიღებული, სასმელით მიღებული, სუნთქვით მიღებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღევანდელი ეკოლოგია ისეა შეცვლილი და ისეთი ცვლილებები ხდება ბუნებაში, რომ ეს უკვე ყველა მიგრძნო და ყველა მიცის, რომ ადამიანები სამწუხაროდ დედის მუცლიდანვე, ანუ ნაყოფის მდგომარეობიდანვე ვერ არიან ჯანმრთელები და სრულყოფილები. აქედან გამომდინარე, ალბათ მსმენელი გაიაზრებს ამ ჩემს ნათქვამს და მიხვდება, რომ ბავშვებს ძალიან პატარა ასაკიდანვე სჭირდებათ რაღაცა დახმარება. ძალიან გახშირდა თანდაყოლილი, ეგრეთ წოდებული იდიოპათიური პრობლემები, რაც გულისხმობს, მიზეზ გამოუკვლეველი და დაუდგენელი მიმართულებები და დიაგნოზები, მდგომარეობები და ეს ძალიან ამაღელვებელია, რა თქმა უნდა და ძალიან ცუდია. ამიტომ ადამიანებმა უნდა ქალბატონებმა, ორსულებმა უნდა თავიდანვე იზრუნონ იმაზე, რომ ნაყოფი ჩამოყალიბდეს ჯანმრთელი, თვითონაც ჯანმრთელი იყოს და ბავშვიც ჯანმრთელი შეეძინოს და შემდგომში უკვე პატარა ასაკიდანვე როცა ისწავლის დედა თავისი შვილის მოვლას, ხომ? მე ის შვილი ისწავლის ამას და თანდათან ადამიანები, ჩვენი მოსახლეობა, მით უმეტეს ქართველი ხალხი, როგორღაც მივა იმ კონდიციამდე, რომ საჭიროა ჯანმრთელობის პროფილაქტიკა და არა შემდეგ მკურნალობა, როდესაც უკვე დიაგნოზები ჩნდება. და არიან ჩაკეტილ წრეში ჩართულები, აფთიაქი, წამალი, ექიმი და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი უკვე მოდის ჩვენამდე. ხვდება, რომ ქიმიიდან არაფერი საშველი აღარ არის და ისევ მიმართავენ ბუნებას. და ეს ძალიან სწორია. რა მინდა კიდევ თქვა, ადამიანები, რომლებიც უკვე ზრდასრულები არიან და სახლში ადამიანი თუ მუშაობს და არის უკვე მოსამსახურე და ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში, არ აქვს ამას უკვე მნიშვნელობა, ყველა ორგანიზმი ითხოვს გაწმენდას. გაუწმენდავი ორგანიზმი თვითონ გაძლევთ სიგნალებს. შეიძლება იყოს ხშირად ავადობა ვირუსებით, შეიძლება იყოს ხშირად კანზე გამონაყარი, ქავილი გამონაყარის გარეშე, გაურკვეველი, სუნთქვის პრობლემები, თმის ცვენა, ბუდობრივი ცვენა, შარდვის პრობლემები, უამრავი გულის პრობლემები. იმდენი პრობლემა ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში, რომ როდესაც ჯერჯერობით ესეთ პატარ-პატარა სიგნალებს იძლევა ორგანიზმი და წავლენ, გამოიკვლევენ, უიცით, არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის. არ ჩანს ჯერ კვლევებში, ხო? ზუსტად აქ ჭირდება ადამიანს ეს დეტოქსიკაცია. ეგ არის უკვე
მინიშნება ორგანიზმიდან, რომ მე უკვე გადავივსე ტოქსინებით, გადავივსე უკვე შლაკებით და მჭირდება დახმარება. მე ვეღარ ვუძღვები და ვეღარ ვუმკლავდები. აი ამ შემთხვევაში უკვე საჭიროა ხოლმე ზუსტად აი ეს პროფილაქტიკური წმენდები. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი უკვე მისულია მაგ კონდიციამდე, რომ სულ ეძებს რითი გაიწმინდოს ორგანიზმი და მივესალმები. სხვათა შორის სოციალური ქსელები გადაიბზვა რეკომენდაციებით, ეს დალიეთ, ის დალიეთ, ეს მოადუღეთ, იმის წვეთებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მიმართავს ცნობილი მეცნიერია პოლ ბრეგი, ყველა მიცის, რომელსაც აქვს შიმშილობის დღეები და წყლით გაწმენდა. და ყველას მივესალმები, ვინც ამას ცდილობს. მაგრამ ნახეთ, არის ერთი რამ, რომ შეიძლება წყლით გაწმენდა გააკეთო და რა თქმა უნდა ძალიან შეგიმსუბუქდეს მდგომარეობა. შეიძლება სხვადასხვა ბალახის ნახარშებით, ნაყენებით და ასე შემდეგ გაიკეთოთ გაწმენდა და ძალიან კარგია და სასარგებლოა, მაგრამ არის ერთი რამ, ორგანიზმში სხვადასხვანაირი ტოქსინები არსებობს. სხვადასხვანაირი. ასე რომ თქვენ რომ ნახარშებს, ნაყენებს ვსვავთ და იყენებთ წყალს გამწმენდად, ეს ძალიან კარგია იმ ტოქსინების გამოსატანად, რომელიც წყალში იხსნება. მაგრამ რჩება იქ რაღაცა პროცენტი ტოქსინების, რომელსაც წყალი ვერ ხსნის. როგორც ზეთის საღებავს წყალში ვერ გახსნით და მხოლოდ აკვარელში გახსნით და პასტელის აღებავს გახსნით და ის არ იხსნება, ისეა ესეც. ანუ სჭირდება ორგანიზმს რაიმე ცხიმოვანი, ანუ ცხიმის გამხსნელი, რომელიც გამოიტანს და დაეხმარება ორგანიზმს გაწმენდაში. ასე რომ აი ეს რატომ სჭირდება, უკვე გითხარით. რა პერიოდულობით სჭირდება და როდის სჭირდება, გეტყვით რომ ეს უკვე ადამიანის იმაზეა დამოკიდებული, ადამიანი რა საქმიანობას ეწევა, როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ზოგს შეიძლება იყოს წელიწადში ერთხელ, ზოგს შეიძლება იყოს 6 თვეში ერთხელ, მაგრამ ზოგიერთი ისეთი საქმიანობით არის დაკავებული და ისეთი ცხოვრების წესით, რომ 3 თვეში ერთხელაც რომ გაიკეთოს დეტოქსიკაცია, ძალიან კარგი იქნება. აი ეს რაც მოკლედ მინდოდა მე. დეტოქსი გჭირდება ყველას, რაც უფრო ადრეული ასაკიდან და მე თუ მკითხავთ ხშირად, როგორც მისუფთავებული სახლში ცხოვრება სასიამოვნოა იგივე ორგანიზმით, შესაბამისად შედეგებიც სხვა იქნება. დიდი მადლობა ქალბატონო. მადლობა მე.